შუადღე მშვიდობის ცვირფასებო. მოკლედ მე ნაყიდობები მოვიტანე და ეს მინდა რომ გაჩვენოთ ანიკო დედასთან ვიყავი. ხო და გაჩვენებთ რა მიყიდე. ჩემს ძმას ველოდებით და რახან ლუდი უყვარს ავიღებდი. ეს ავიღე ყველაზე დაბალფასიანი იყო ეს 9 ლარი. განარჩენები 14, 12 და მოკლედ ეს ავიღე. ეს მინახია ბევრჯერ რომ სვამდნენ და მაკიტო მაინც ეს ავიღე რახან ნაცნობი იყო. ესე მოვიტანე მუხა ცოტა ხმა დავლა მოვიტანე 20 ლარის ნიგოზი 20 ლარის არის ეს საცივისთვის ივა დედა ლუდია მაგას ვერ დალევ შენ ხო და რაც გამოვა საცივი იმას განახევას მაინც ეყო კვერცხი მოვიტანე 20 ცალი ვერ დალევ მაგას 20 ცალი კვერცხი მოვიტანე შეიძლება დასამატებელი მექნეს შეიძლება ხო არ ჯერა ხალხო ჭიქაში ჩაგისხამ ჯერ გასინჯე არა იმაში არ დალევ აი გასინჯე გასინჯე გარეთ გავიტან თორე არ გზანცხელა გასინჯე დალიე ლიმონათია დალიე უგულე შფაზერებზე ხარამ და ისევ ხოცების გუშენინი მახოი დოკუმენტო რემონტი და ვანო შამუეს თორე კიდე ხოცებს და გეტყვი ბოღაიანში მოკლედ კიდე შეთიშენი ჯებუ სუნოდა სპასენები ადოქცუნდი ისე დააჯერები იმუშავე ეს იოგურტი მოვიტანე ატლისა მე მგონი კრემისთვის მინდა მაიონეზი მოვიტანე 2 ცალი იმიტომ რომ ოლივეს გავაკეთებ და სტაფილოსი რახან მუხრანის უარ შეიძლება გავაკეთო არ ვიცი მოკლედ რა როგორ შემეძლება იმის მიხედვით აი ეს და ეს მოვიტანე ალვე ორივე სტაფილო მოვიტანე ასეთი კარგი სტაფილოები ცოტა მე არ მინდა ვიცოდი რომ არ დავიდი დედიკო ეს ჩემი არის 7 ცალი პორტოხალი დავიმატე კიდე ესეთები კივი მინდა მაგრამ არ ვიცი როგორ იქნება ქალაქში გასვლა ხახვი მომიტანე ხახვი იცით სულ უნდა მქონდეს მოვიტანე შავი კიტრი მე აღარ დამრჩა სულ შევჭამეთ გარდა მოვიტანე შავი პილპილი დამავიწყდა მოკლედ ნიერი მოვიტანე 4 თავი და ეს ციცაკები საცივისთვის მინდა და კარტოფილი დავამატე მაინც ეს ყველაფერი გეტყვით ახლა რამდენი ლარის იყო ეს ყველაფერი იყო 77 და 60 თეთრის 20 ლარი 10 ლარი ეს და ეს არ ვიცი ეს 3 ეს 2.5 ეს მე მგონი 5 ლარამდეა ეს 4 ლარის 3 ლარი და მოკლედ კარტოფილიც და არის აი ესენი 2.5 და 4 6.5 მოკლედ ეს ყველაფერი
მოვიტანე და აწი მხოლოდ წყლები და ყავა მჭირდება, ყავა არ მაქვს. ქალაქში თუ იქნება გასვლა შეიძლება შელატინი არ ვიცი. ბევრ ხაჭთანაა დაკავშირებული, არავის არ ველოდები და მოკედ არ ვიცი რა. ჯობია რომ რაც მექნება ის მქონდეს და ეკა. მუხანი წვეთს შემკარგი სირცხვილია ნუ საუბრობ ამდენს იმაზე მე რაც მინდა ჩაგაკლა ყველაფერს მე ჩამიკაკლავ და მეუბნები ვიცი მამა მითხრა მომიყვა გავიგე ერთი ის უკვე წავშალე ვიდეო რამეებს რომ მეუბნები მაგიტა ჩუმად არ გაიმეორო ანა შენ ჩოდვა და დედა ცოდვა ხო ეს კუბიკებია აგროვეთ იატაკზე რაც ყრია გეგა კოდეცი ვარ აგროვეთ ბიჭო ყველაფერი ვარ ეთის რომ რა გადადეთ მორიგერ ხუმად მოკლედ ეს სამი არა მაქვს თორე ხაჭაპურს დამოგიწყობდი გოდე მაგრამ სამი არ მაქვს აი დი მუდაბესი ვიდეო ხოხოთი არ მოვიდო ამოსარეცხი მაქვს ცომიც მოსაზელი მოკლედ შეუდექი ახლა მე როგორია დემწნილი ჰა ხლა წითელი არ არის ჯერჯერობით მაგრამ ჭარხლისაა და ასე რომ არ ცელოდებოდი მეტ უფრო მოგფერს მე სიმართლე გითხრათ დედიკო ის ლობიოს რო და პურს რო შეჭამ მაშინ უნდა მიატანო და უფრო კაია კარგიდე აი ეხლა პირდაპირ გაუშვი ესე უცებ ნახეთ აქეთ რა ვიპოვე თულის ბაფუ აი უყურეთ ნახეთ როგორი ტალახია მაღაზიაში მივდივართ ჩემი ძმა მყავს სახლში ვიჩინას აკეთებდნენ უпроსწორედ ის ვიჩინა ხუმელში გამოაცხვეს ხო და გამოაცხვეს რა გაჩენებთ მე რაც გააკეთეს ხო და წიწაკა უნდათ ჩემი ძმა არის პიმპილჭამია აი როგორ რამდენი თოვლია 9 მეტრამდე არის ჩვენთან აგერ კიდე მეორე თოვლის ბაბა აგნახეთ რა ხდება აი მე ღმერთო უცებ გავიდე არ ჯობია აი კაი მოკლედ წევედით ეს პერჩატკები რა გინდოდა მოკლედ ეხა მოვიტანე ამათთვის ჩიფსი 3 ცალი კვეცხი დავიმატე ბიჭო წიწაკა მოუტანე ამათ 4 კოვზია ბიჭო 10 კვეცხი დავიმატე იმიტომ რომ მოვაკელი ეს მოვიტანე დასანამად ტორტის კიდე მიყვარს მე საერთოდ ფორთოხლის გემო და ეს რო ვიყიდე გოდემ შემიჭამა და მოვიტანე ისე მიხვალ გოდები და არ გიჭამია კაი მიხვალსა არ ჭამა ბავშვმა დიდი ამბავი ვით რა ვიცი ხო და მოკლედ ესე ჩემო ძვირფასება ორი პური დავიმატე პური მოიტანეს
ხვალ არ იქნებაო და მოკლედ თუ დამჭირდა ცომსაც მოუზე მერე. ასე რომ გეგას უყვარს უბრალოდ ეს პური ეგა აქვს. სუდი სხვა პურს რო არ ჭამს. ხო, ჩემი ცომი. მარილი არ გოგიტანია? იგი გვაქვს, მაგარი ბაჭკა. ზეთი მოიტანა, მუხამ ლობიო მომიტანა. რა მოიტანე მეტი? ეს ბუდა ვაგონო? ხუაი. არა, ლობიო და რა მომიტანე მეტი? ზეთი ლობიო. ყველი მომიტანა შებოლილი. გაჩვენებ არა მაღლა კიდია მე ვერ ვიწდები. გაგიტას არ გაგიშლით, დაეტევით. ასე. კვერცხი შევინახოთ. ხო. ამოსარეცხე, ამორეცხე იქ მარილის და შაქრისის დავყარე. აქეთ კარტოფილი ამათთან დავტოვე და ცოტა დაუხრუკია მუხას, მაგრამ რა უშავს. აქ აჯაბსანდალი მიდგას, ჯამთელობა და ეს არ არის მზად, მინდა რომ ვაჩვენო. კი, მზად არის რასო, გამორთულია. მოკლედ, აი ნახეთ. Beautiful ხარშე. აი ესე. ავიღოთ ახლა ეს და დავდოთ იმაზე. თებშზე. მომემაშა. დიდი თებში. ახლა ვარ მაგი მოგონა თქვა. თქვა მოგონა თქვა. თქვა მოგონა ზა. ჩემი ძმა ეს იცნობდეთ. როთი ძა მოსო. ვადიში. მეგუჯია დორი. მოკლედ. აი ძირფასებ. ესე გამიყარ დაიცა ზემოდან გაჩვენ. მოკლედ, აი. აი ძირფასებო, ესე გამოიყურება. ვიჩინა იყო და აი ესეთი გახადეს ამათმა. ეს მანგარა მოკლედ, ეხა გამოვაცხო. ხაჯაპოს. გოდესთვის. როგორი კაი ცომია, ხელზე არ მისი არაფერი. აი სულ ეს ოდნავი მომეკრო. აი, ნაკეთ. ნაკეთ. აი ესე. ფიჯა. შავე და ის აჭამე ის კარტოფილი. ის არ აჭამა მამა, ცოტა იქნება მოსე. არა დედიკო გაწყუებს. ათაზე უნდა მჟავე და ის აჭამეო მარტო კარტოფილი, ბუბალას და ის მედავიტოვეთო სულ ხორცი. ვაჟბატონმა მოხრალი. ეთინა ჩიჩიმა ჩმა. ჩემ შვილებს ეხა ტელეფონი არა აქვთ, რამდენს მე მგონი სადღაც ერთ კვირაზე მეტია. მოქმედოდ არა. ისედაც შეამჩნევდით, რომ ტელეფონი არც ერთს არ უჭირავს ხელში. ჩემს ტელეფონს ხელს არ კიდებენ არც მუხრანისას. ასე რომ ძალიან ადვილად აი დამოკიდებულები არიან და რაღაცაო არ არიან. ძალიან ადვილად დავიწყდათ ტელეფონი. ასე რომ გამიხარდა რომ მართლა არ აქვს ტელეფონზე დამოკიდებულება. სვივა ეს ყველი აქეთ. ხომაში დაძმალე. ხომაში დაძმალე, რა ხომეო უნდა. მე უნდა მე ვიჟე გახარებინო. უნდა თემი ხომაი ვეა. მოკლედ. გადმობრუნებული უნდა გამოუცხო. ეხა გეგა ლობიანს თუ გამოგიცხობ ხინკლის ცომი არ მაქვს, კარგი? გინდა ლობიანი? არა, მე ხაჭაპურს აგელაკეთებ, ლობიანი გინდა? ხინკლის ცომი არ მაქვს. ლობიანის ცომი მაქვს, კარგი ცომი. კარგი. ხინკლის არა მაქვს, ლობიანს გაგიკეთებ, კაი? ხინკლისას მე ხამე მოუზევ და ისიც მაქვს. კარტოფილი და გაკეთებული პიურე მიდოს.
მაცივაში. ასე რომ მაგიც არ მეზარება, მაგრამ მათმა არა მაქვს ცოლი, მე ჩემთვის რომ მოვზილე პურისთვის ის ცოტა ხელი მოვზილე, რომ ხელმა ადვილად გააბრწყელოს. ხო და ასე რომ მოდი არ ვანსო? კგამი. უი დიდა. არა ეს ყველი რო ვერ დავშვენი მე კარგად დავხვენი რა ვიცი რას ვეძახი ხოლმე კი და მავიწყდა ეხა ის სიტყვა. ვერ გავჭყლიდე კარგად ის ყველი. ხო და იმის გამო არ უიხელა. მოგედ ეხლა ლობიგანები გავაკეთოთ. დაჩაკარაკი გავაკეთეთ, თუმცა ყველაფერს მარგარინიო და კაი იყოს მარგარინი ხალხო, ჩვენ ჭამთ, ჩვენ გვაწყენს. აი ეს. ჩემი ცომიც მიდევს რომ უნდა მას საქმე რა ქვია. გამოვაცხო მერე. აი 7 საათი ხდება მალე. მოგეთ მოვალ დრო და დრო. ესეც კოდესი. ხაჭაპური ეცამფლობიანს დავდებ გამზადებული მაგრამ მე წავუსმევ მაგას ხინკალიც უნდოდა გეგას მაგრამ ვერ გავაკეთებ ცომის გამო არ მაქვს ციფასებო ლობიან საერთოდ შიგნით როცა ერთ ფენაზე ლობიოს მოვათავსებ ვაკეთებდი ხოლმე იმას კარაქს დაჩას პატარა სუპატარა კუსოკებს ვდებდი. ხო და ძალიან გემრიელია შიგნით, როდესაც ძალიან მაგარი არის პიურე, ლობიოსი. ხო და მოკლედ ეს. ესეც კოდესი. ორივე მხრიდან ერთნაირად. მოგიდე ხელი. ხო, ეხა ერთი გავაბრწყელე. მეორეს გავაბრწყელებ და გავამზადებ მეორეს სამლობიანს ვაცხობ. მოკლედ გამოვაცხე ლობიანი. ხო და გეგასაწვალებს სადა და ვალა ეუბნება ეხა იჩემებით ორივე. აბა ხალხო. დედა ორი თებში მიდევს. აქაც კი მიდევს თებშები, მაგრამ აქ იმდენი რა მიდევს გარეცხილი. ხოთომა. ოჩი გირო და ვინაი ჰაზე. მოკლედ ასე. გეგას ლობიანები მზად არის. გავუტანოთ. გეგა, მოდი აი ესე. ესეც გადმოვაბრუნე ხა. ცომი აგერ მოვათავსე ნახევარი. ეგერ ახლა მას გავყინა, შევინახავ. იმ დროისთვის თუმცა ცოტა კიდე მიდევს მანდ გაყინული. ესეც მეორე. ამ თებშზე არ ეტევა, მაგრამ დიდი თებშები სველი მაქვს იქ. ახალ თებშებს არ ვყიდებ ხელს.
აი, ასე. ორივე მხრიდან ერთნაირად. აი, უყურე. ცხელია ძალიან. ეგეც ასე. ხოლო ერთი კონტეინერი მაგაცარეს და აგა ბიჭები რომ მოჩებიან, იმას გავრეცხავ და всё. კიდე რას მომთხოვენ, არ ვიცი ოღონდ. ეს პატარა ლობიანი იქეთ თუ ჩამეტია კონტეინერში. იამაში თუ ჩავდიე. So. Nice. Here's the test. ძირფასებო ესე იგი. ეხლა უნდა გავაკეთო. რა ქვია? ხატაპური გოდეს. გამოუცხო. ხოდა მოსწონთ ის ჩემი გაკეთებული ლობიანი და უთქვია თათია დეიდასო ლობიო უნდა უყიდო რძეცო რომ ლობიანები გავაკეთებიო და როდესაც უკვე ვაკეთებ და მქონდა და მახსოვდა რომ უყვარდათ კაი ცომი რომ მქონდა იმით გავაკეთეთ ორი მაშინ უბრალოდ ცომიც მქონდა და მანამდეც გავაკეთე მაგრამ კაი ცომს ველოდებოდი და მაგათ იყო რომ ეს სამი ლობიანი გაუტანე წუხა ხო და დღეს მამისი შემოხდა საწებელი მივაწოდე კიდე რამოდენიმეჯერ და შენ აკეთებო მართლა იმ საწილოსა ანიკო დეიდასაც ესმოდა და სოუზიც რომ მივაწოდე ის რა ქვია ძალიან მაგარი იყო და მოეწონა ამ კაცს აქო და ადიდა მოკლედ ესეც მეორე აი ამას ახლა დავუჭრი იმათაც და მეერთმევენ